მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, როგორ ახარ გიო? არა ჩეულებრივად, ძალიან კარგად. კომფორტულად. შარვალი ხوار გიჭერს. შარვალი მიჭერს სხვადასხვა, მაგრამ X ფაქტორამდე ბევრად უფრო მიჭერდა და X ფაქტორის განმავლობაში იმდენი ვიმუშავე, იმდენი ვინერვიულია, რომ გავხდი და ახლა ვარდება ცოტა შარვალი, მაგრამ ცოტა ხანში მომიჭერს ალბათ. რატო ატყდა ამ ხელ ამბავი მაგ ეპიზოდზე, როგორ ფიქრობ? იმიტომ ატყდა ამბავი, რომ სამწუხაროდ საქართველოში ძალიან დიდი უარყოფითი მუხტია, ჩემი აზრით, დაგროვილი ადამიანებში და მხოლოდ საბაბს ეძებენ ხოლმე, რომ გამოუშვან სადღაც ეს ორთქლი, რა თქმა უნდა, ესეც არ არის მათი ბრალი, ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არის ეს მუხტი და ჩემი აზრით საქმის ნაკლებობა, აგრეთვე ჰობის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში დაკვირვებული ხარ, რომ ჰობი როგორც ასეთი აქტიურად ადამიანებს არ აქვს, ანუ შესაბამისად გრჩება ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ რაღაც ასეთ მსგავს უაზრობაში დახარჯო. დრო წარმოუდგენელია, შეიძლება ერთხელ ორჯერ რაღაცა თქვა მოჭერილ შარვალზე, მაგრამ არ შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე ასე ინტენსიურად, ასეთი ემოციებით და ასეთი ჩართულობით ილაპარაკო, ეს მხოლოდ სამწუხაროდ ერთში არსებული გარკვეული დეფექტების სიმპტომია. შენი X ფაქტორი რა არის? როგორ ფიქრობ? ჩემი X ფაქტორი მინდა გითხრა, რომ ძალიან მრავალფეროვანია. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ერთი მიმართულების არის. 4 ფეხიც აქვს და შეიძლება ცოტა მეტიც. მეტიც ბევრი მიმართულებით. მე ვთვლი, რომ კი, მე მაქვს თვითონ X ფაქტორი და თანაც ბევრი მიმართულებით. ქართველების ქართველების X ფაქტორი. ქართველების მთავარი X ფაქტორი არის ის, რომ ყველას დაანახონ როგორი მაგრები არიან ისინი, მაგრამ სინამდვილეში როგორც წესი ასე არ არის ხოლმე. პირველი X ფაქტორი თუ მოგეწონა საქართველოსი, ყიფიანი. პირველი X ფაქტორი ძალიან ყიფიანი იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც მე ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კატეგორიებად ვიყავით დაყოფილი და რა თქმა უნდა, მე მინდოდა რომ ჩემ კატეგორიას გაემარჯვა, მაგრამ ყიფიანი იყო ის ადამიანი, რომელსაც სულ ხას უსვამდი, რომ ის ჩემს კატეგორიაში უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყველანაირი პარამეტრით ჯდებოდა ჩვენს გუნდში და ვამბობდი, რომ იყო ის ადამიანი, რომლის გამარჯვების შემთხვევაშიც მე არ გამიტყდებოდა, რომ მან გაიმარჯვა და მასთან დამარცხდნენ ჩემი კატეგორიის ბიჭები. აი, შენ ვის მოაგებინებ? შენი ნება რო ყოფილიყო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ფინალში? იცი რა არის? ფინალში მოდი გულწრფელად გეტყვი, მე მოვაგებინებდი ან ყიფოს, ან მიშოს. თუმცა სრულიად განსხვავებულია, მე ვასახელებ ორივეს იმის გამო, რომ ორივე სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან და არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იქნებოდა ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ორივეს ბევრი მხარდამჭერი ყავდა, თუმცა ყიფო უნდა ვთქვა, რომ სცენისთვის ძალიან ეფექტურია. აგრეთვე სულ სხვა მიმართულებით ძალიან ეფექტურია მიშო. თუმცა საქართველოში ქართული რეალობიდან გამომდინარე, მაინც როკ მუსიკა საბოლოო ჯამში უფრო მარტივად ახდენს ეფექტს მასებზე და ცოტა ქართველები არ არიან მიჩვეული აი ისეთი ტიპის ვარსკვლავის მიღებას, როგორიც არის მიშო. მიშოს პლუსი ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ის არა მარტო როგორც ხელოვანი არის საინტერესო, არამედ როგორც პიროვნებაც ძალიან საინტერესოა და თუ აი ამ ორ ასპექტს მასში დაინახავ ერთდროულად, მაშინ მიხვდები, რომ ის ბევრად უფრო მეტ მხარდაჭერას და მოწონებას იმსახურებს, ვიდრე რეალურად გამოჩნდა ფინალურ კონცერტზე. აი, საუკეთესო ქართველი ჟურნალისტი ვინ არის? არ გამოვყოფდი ესე. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები ჩემს კოლეგებზე, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა არა კოლეგიალური იქნება, ბევრია კარგი ჟურნალისტი? ბევრი არ არის. ბევრი არ არის სამწუხაროდ. მე სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ უფრო მეტი მაქვს კრიტიკული შენიშვნები თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკისადმი, ვიდრე დადებითი შეფასებები. რომელი გადაცემა მოგწონს? ქართული გადაცემებიდან? მოდი შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მე უნდა ვთქვა, რომ მომწონს კურიერი გადაცემა, ძალიან არა იმიტომ, რომ მე მიმყავს ერთ-ერთი კურიერი, არამედ საინფორმაციო გადაცემებს შორის ძალიან მომწონს კურიერი და მოდი ავიღებ გასართობ გადაცემებს შორის მომწონს X ფაქტორი. არა იმიტომ რომ მე ვარ, მაგრამ შეიძლება ესეც მოქმედებს და მე ვეღარ ხვდები და სუბიექტური ვარ გარკვეულწილად, მაგრამ მართლა ძალიან მომწონს X ფაქტორი პროექტი ნამდვილად შედგა და ის იშვიათი შემთხვევა იქნებოდა, რომ მე რომც არ ვიყო ჟიურიში, თავიდან ბოლომდე ამ პროექტს დიდი ინტერესით უყურებდი. შენი საყვარელი მხატვარი ვინ არის?
ჩემი საყვარელი მხატვარი ბევრი გყავს. მაგალითად ერთ-ერთი ფრენსის ბეკონი. ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის მით უმეტეს ქართულ სივრცეში ცოტა რთული გასაგებია მისი მხატვრობა, მაგრამ ჩემთვის ის ერთ-ერთი საყვარელი მხატვარია მარკ როტკო აგრეთვე, რომელიც ხშირად მესმის ჩვენთან, რომ აი როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს ფერადი ლაქები, რომელშიც ვერაფერს ვერ ხედავთ. ამ დროს ძალიან რთულია იქ თუ ოდნავ დააკვირდები და ცოტა განათლება გაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება ცოდნა და ყველაფერს სჭირდება გამოცდილება, მათ შორის ფერწერული ტილოს აღქმასაც შეუძლებელია რომ მარკ როტკოში არაფერი დაინახო. ძალიან ფერადი რატო გვაღიზიანებს ქართველებს? ფერები რატომ ფერადი რაღაცეები. ქართველებს? არ ვიცი, ეს ცოტა ჩემი აზრით ნაძალადების სვეტსკოპისგან არის რა, რომ ჭახე ფერები რაღაცა ჩემი აზრით ზედმეტად თითქოს ყურადღებას იქცევს და რაღაც მომენტში აი არის ორი მიმართულება. ერთი მე ვფიქრობ ეს რომ არ უნდა ზედმეტად ყურადღების მიქცევა და არ უნდა ზედმეტად გამოირჩეოდონ სხვებისგან, თუნდაც აი ტანისამოსზე და ყველაფერ ფერაზე, ხო? ფერი მაშინვე ყურადღებას იქცევს და მეორე მიმართულება არის ის რომ ნუ თითქოს ვცდილობთ რომ თანამედროვე მოდის ტენდენციებს მივყვეთ და ვინაიდან ახლა ძალიან ჭახე ფერები ხშირად არ არის ხოლმე მოდის თანამედროვე მოდის ტენდენცია, ამიტომ ჩვენც ვეცკავთ რა, რომ აი რაღაც თავდაჭერილი და უფრო გემოვნებიანი ფერებისგან გვაქვს მიდრეკილება. აი ქართველი მწერალი რომელი მოგწონს? მოდი არ მოვიტყუები და მაინც და მაინც ახლა შეიძლება შევადარო ვიღაცები ერთმანეთს, მაგრამ ისე რომ მომწონდეს რომელიმე და მინდოდეს მისი ნაწარმოებების კითხვა, მოგატყუებ რომ გითხრა, ახლა ძალით შევარჩევი იმას. აი შენზე რაღაცებს რო ვკითხულობდი, ყველაზე ხშირად აი ესეთი კითხვები ისმოდა ინტერნეტ სივრცეში, რომ უყვარს თუ არა გიორგი გაბუნიას თამთა გოგოაძე, ეს ერთი კითხვა იყო და მეორე არის თუ არა გეი. არის თუ არა გეი და კიდე უყვარს თუ არა სოფი სააკაშვილი. აი რა კომენტარებს კი, იცი რა არის ეს კითხვები ყოველთვის ჩდებოდა, იმიტომ რომ როდესაც გამოდიხარ ეკრანზე, რა თქმა უნდა, ჩდება განსაკუთრებული ინტერესი შენი პირადი, შენი ინტიმური ცხოვრების მიმართ და ჩემს შემთხვევაში ხა წარმოიდგინე, ჯერ კიდევ წლების წინ დავდიოდი საყურეებით. თმა მქონდა რაღაც ძალიან უცნაურად, მეცვა უცნაურად. ეხლაც როდესაც შეიძლება ასეთი უცნაურობები ვიზუალურად არ არის, მაინც ინტერვიუებში ვამბობ, რომ არავინ არ მიყვარს და არც არავინ არასდროს მყარებია. ვამბობ, რომ ცოლის მოყვანა არ მინდა და ოჯახი არ მომწონს. და ასე შემდეგ. არავინ არ იცის ვიღაცა, აი რომ შეეცადა და გამოდიო ძალიან გაგიჭირდება იპოვო ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა. და აქედან გამომდინარე ყველა ნიშანია იმისთვის, რომ იფიქრო, რომ გეი ვარ და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ეს, მაგრამ მე მიჩვეული ვარ ამას, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის იყო ეს შეკითხვა, არა მხოლოდ მაყურებლების მხრიდან, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც ყოველთვის არის ეს შეკითხვა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მე არასდროს არ ვცდილობ, რომ ვიღაცა გადავარწმუნო, რომ რას ამბობთ, როგორ გამიბედეთ, ეს ასე არ არის. ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ პირიქით ხელსაც გიუწყობ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა ეს რაღაც თამაშის ფორმა აქვს ამას ყველაფერს ამ შეკითხვებს, რომლებიც საბოლოოდ ხან პასუხის გარეშე რჩება და ხან ეს ადამიანები თვითონ ცდილობენ მე პასუხების პოვდას და ხან რა პასუხს პოულობენ და ხან რას. ჩემი მთავარი იმედგაცრუება არის ღმერთიო თქვი და რას გულისხმობდი. მოდი არ დავაკონკრეტებ ასე ვთქვათ, რომ რას გულისხმობდი ძალიან დეტალებში არ წავალ, იმიტომ რომ საერთოდ სხვა თემაზე გადავალთ და ამას ცალკე გადაცემა უნდა მიუძღვა, რომელიც შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი ტელევიზიით ამაზე საუბარი, მაგრამ გულისხმობდი იმას, რომ მე დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი ღმერთს, მეგონა რომ ის ნაპოვნი მყავდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. თუმცა ღმერთში იმედგაცრუება, აი ამას აქეთკენ მივდიოდი სწორედ, ღმერთში იმედგაცრუება არ ნიშნავს ავტომატურად ჩემს შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, რომ მე ათეისტი ვარ. ჩემთვის ათეიზმი და ვთქვათ თეიზმი, დეიზმი და სხვადასხვა ფორმა ღმერთთან დამოკიდებულების ერთი და იგივე მედლის სხვადასხვა მხარეებია. ძალიან ხშირად ათეისტები ჩემთვის ბევრად უფრო რელიგიური, მაგრამ მინუს ნიშნით რელიგიური ადამიანები არიან, ვიდრე მორწმუნეები, იმიტომ რომ ზუსტად ისევე თავისი დოგმები აქვთ, თავისი ჩარჩოები, რომელშიც ჯდებიან და ვერ იტანენ, რომ ვიღაცა ამ ჩარჩოებს გაცილდეს. ასე რომ მე ათეისტი არავითარ შემთხვევაში არ ვარ, მე ისევ ვეძებ
მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე არ მაქვს გადაწყვეტილი და არ მაქვს გავლებული ზღვარი, რომ აი აქ რაღაცა არის და ამის იქით რაღაცა არ არის. ჩემთვის ეს საზღვარი ძალიან ისეთი ელასტიურია. შენ გიგი უგულავა და გილაური იყავით კლასელები. კი. რა სიტყვი ამ ადამიანებს? და სხვაებიც კიდევ იცი რა მე 2 კლასი გამოვიცვალე და იმიტომ ისე გამოვიდა. იქ ვინ ყავდა ყო? იქ მეორე კლასი. მეორე კლასში, ერთ კლასში იყო გიგი უგულავა, თქვა ბექა მინდიაშვილი აგრეთვე ჩემი კლასელი იყო. მეორე კლასში რომ გადავედი, იქ იყო ნიკა გილაური და პირველი ეკონომიკის მინისტრი სხვათა შორის ირაკლი დეხვეშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი ეკონომიკის მინისტრი თუ გახსოვს, ჩემოდები რო დარჩა აეროპორტში და ტანსაცმლის გარეშე დარჩა, ეგეც ჩვენი კლასელი იყო. თამუნა კოვზირიძე აგრეთვე რომელიც ახლაც ეკონომიკის სამინისტროშია, ის ჩემი კლასელი ასე რომ ისეთი კლასელი. ბიძაშვილია თამუნა. ხო და აბა თამუნაც ხო და როგორ აფასებ, თქვათ აი გიგის გილა ამ ადამიანების პოლიტიკურ მოღვაწეობას? იცი რა, მაქვს რა თქმა უნდა მათ მიმართ კრიტიკული შენიშვნებიც მათი საქმიანობის მიმართ და მათაც აქვთ ეს შენიშვნები საკუთარი თავის მიმართ, მით უმეტეს ახლა, როდესაც შეიცვალა მთლიანად პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, შენც იცი რომ ისინი თვითონაც საუბრობენ ამაზე და მათი თანაგუნდელებიც ლაპარაკობენ ხშირად, მაგრამ მიიღო ძალიან ბევრი დადებითიც, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაცის ზღვარი გადალახა, რომელიც არ უნდა გადაელახა, ვერ მოზომეს ჩემი აზრით, სადამდე შეიძლება წასვლა ძალიან კარგად დაიწყეს და ბევრად უფრო კარგად შეეძლოთ დაესრულებინათ, არ ვიტყვი, ბევრად უფრო კარგად შეეძლოთ გაეგრძელებინათ, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი სამწუხაროდ დასასრულამდე მივიდნენ და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ მათი შეცდომების ბრალია, იმიტომ რომ გარკვეულ ჩარჩოებს, რომელსაც ყოველთვის გიდგენს პოლიტიკა, ისინი გაცილდნენ. აი, უნდა იჯდეს გიგი ციხეში დღეს. არა, მე ვფიქრობ, რომ გიგი ციხეში დღეს არ უნდა იჯდეს ნამდვილად და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ის ჩემი კლასელი იყო და მე მას ვიცნობ. ჩვენ ასეთი მაინც ახლო მეგობრული ურთიერთობა გიგისთან არასდროს არ გვქონია და მე უფრო მეც ვხედავ მასაც და ყოველთვის ვხედავდი უფრო მეც ტელევიზორით, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მაყურებელი, ვიდრე ასე პირადად. მაგრამ მე ვთვლი, რომ ახლა წინასწარ პატიმრობაზეა მით უმეტეს საუბარი და არა დამტკიცებულ დანაშაულზე, რისთვისაც ადამიანი შემდეგ იმსახურებს პატიმრობას. წინასწარ პატიმრობაზეა საუბარი და წინასწარ პატიმრობას მე ვთვლი პირადად, რომ გიგი ნამდვილად არ იმსახურებდა. შალვა რამიშვილს რა უნდა შენგან? შალვა რამიშვილს უდოდა თავისი გადაცემის რეიტინგის აწევა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მე ვიქცევი ხოლმე, მაგალითად, როდესაც გადაცემაზე ვმუშაობ. გადაცემაზე როდესაც ვმუშაობ, ან შენ როცა ვმუშაობ, რა შვილი, ხო? გადაცემაში საუბრობ რეიტინგულ ადამიანებზე, იმისათვის რომ შენს გადაცემას გქონდეს შემდეგ რეიტინგი და იგივე გააკეთა შალვა რამიშვილმაც. და შენ რას ფიქრობ მასზე? მასზე ვფიქრობ დაახლოებით იგივეს, რასაც ის ჩემზე. შეიძლება ცოტა მეტისაც. სტეფანესთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა ბოლო-ბოლო? კარგი, წარტკბილი, ჟავტკბილი, როგორც კიდე ისე თქვი, მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო კარგი რეალობაში, ვიდრე ეს ჩანს ეკრანზე, იმიტომ რომ რეალობაში ჩვენ ვართ მეგობრები, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა მაინც შოუ ნელ-ნელა გადმოიღვარა რეალურ ცხოვრებაშიც და სულ ვკინკლავთ, აი სინამდვილეშიც რომ გნახავთ, ვკინკლავთ, მაგრამ ძალიან კეთილი კინკლაობაა ეს და სინამდვილეში რეალურ წყედამდე არასდროს არ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი ყოველთვის ამ კინკლაობას რაღაც რეალური აქვს. მაგრამ ორივეს გვესმის ეს რა სტილის ურთიერთობაა და რეალური წყედა ჩვენ შორის ნამდვილად არ არის. მაყურებელმა მოჭერილი შარბის არ იყოს. ესეც პირდაპირ მიიღო და ხშირად უკვირდათ ხოლმე ფოტოებს, სპეციალურად დებდა ხოლმე Facebook-ზე სტეფანე ჩვენს ერთად გადაღებულ ფოტოებს და ამასთან ერთად ფოტოს როგორ იღებ, რასაც ეს შვება და სინამდვილეში ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ის შოუა და შოუ და რეალური ცხოვრება ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აი სექს და სიყვარულს შორის თუ არის შენთვის რამე განსხვავება? კი, ძალიან დიდი, რა თქმა უნდა. სიყვარული არის, რა თქმა უნდა, რა თუნდა ახლა ამას განმარტება, სიყვარული არის ადამიანების შორის ურთიერთობა ძალიან ღრმა, მრავალმხრივი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სექსის გარეშე სიყვარული თუ შეიძლება რომ აი რა დავარ განვითარდეს. სიყვარული განვითარდა, ეს ნამდვილი სიყვარული არ ამგონია. შეიძლება იყოს ეს კი რაღაცა ასე ვთქვათ, სულიერი სიყვარული, ძალიან დიდი სიახლოვე, რაც არსებობს კიდევაც ახლა სიტყვაზე ვთქვათ, ხო, მეგობრებს შორის და არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მეგობრები იყვნენ, ვთქვათ, გოგო და ბიჭი, ბიჭი და ბიჭი, გოგო და გოგო, არ აქვს მნიშვნელობა. არის ასეთი ძალიან დიდი სიყვარული, მაგრამ თუ სექსი არ არის ჩართული ამ სიყვარულში, მაშინ ეს არ არის
ის ღრმა ურთიერთობა, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში სიყვარულს ვეძახით და რაც შენ ალბათ იგულისხმობ, მაგრამ დამოუკიდებლად სექსი სიყვარულის გარეშე ისევეა, როგორც რა ვიცი, რომ მოგშიდებოდა და საჭმელს რო შეჭამდა, ძალიან ხშირად შეიძლება ის საჭმელი დიდად არც გინდოდეს და არც მოგწონდეს, მაგრამ ნუ გშია იმ მომენტში და გჭირდება რომ შეჭამო, ძალიან ხშირად ასიახლოვდეს. სექსი ნუ აი გჭირდება რა. თორე შეიძლება დიდად არც ამის დრო გქონდეს, არც ხალისი, მაგრამ ნუ ვერ გავუდიხარ. ყველაზე სექსუალური ქართველი ვინ არის? ყველაზე სექსუალური ქართველი? ხო, არის ეგეთი? არ არიან სექსუალურები ქართველები. კი, არა, არიან, კი. როგორ არ არიან? არიან, ოღონდ ეხლა ვინ გამოვარჩიო, ესე არ ვიცი. მე ვინ გახსენდება პირველი? მაკა ასათიანი. ნამდვილად, კი. ნარკოტიკებთან შეიძლება იმიტომაც რომ გარკვეულწილად მე ცოტა მიდრეკილება მაქვს არაქართული გარეგნებისკენ, არაქართული ტიპაჟებისკენ და შეიძლება იმიტომაც რომ მაკა არ გავს ფლად ტიპიურ ქართულს. ტიპიური ქართველები აგრეთვე უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის მაინც და მაინც სექსუალურები არ არიან ტიპიური ქართველები. აი ნარკოტიკებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ან თუ ქონია, ან თუ გაქვს? იცი რა, ასე ვთქვათ, გამისინჯავს, მაგრამ არ დავინტერესებული ვარ მართლა ოღონდ საერთოდ, არ გამჩენია უпростоრად ცნობის მოყარეობის გამო გამისინჯავს, მაგრამ საერთოდ არც კი გამჩენია, ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც გამიჩნდა ისეთი ინტერესი, რომ შემდეგ მომდომებოდა კიდევ და კიდევ გასინჯვა, ასე რომ იმ საფრთხის წინაშე არ ვდგარ ვარ, რომ დამოკიდებული გამხდარიყავი და ვთქვათ თავშეკავება დამჭირებოდა, რომ არა ამაზე იქით არ წავიდე. არა, გამისინჯავს, მაგრამ ცნობის მოყარეობის გამო და საერთოდ არ მაქვს მიდრეკილება, რაც ძალიან კარგია. ნარკოტიკებისადმი ჩვეულებრივი სიგარეტის მიმართაც კი არ მაქვს მიდრეკილება, საერთოდ ვერ დავამუღამე. იყო ერთი პერიოდი, რომ ვეწეოდი, ოღონდ ეს გაგრძელდა სულ რამდენიმე კვირას, იმიტომ რომ პონტი იყო ისეთი რა, რომ აი ყველა რო ეწევა და როგორც ხდება ხოლმე და მოდი მეც ერთი აი რა მოსწონთ, რატო ეწევიან, მოდი მეც მოვწიო და ძალით ვეწეოდი და აი საერთოდ ვერ დავამუღამე, არანაირ სიამოვნებას არ ვიღებდი და საბოლოოდ შევეშვი და არც მიჩნდება სურვილი რომ თავიდან ჩავდო. უნდა იჭერდნენ ხალხს მარიხუანას მოწევისთვის? არა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იჭერდნენ, შეუძლებელი ამაზე ყველა საუბრობს და ახალ სამ შემთხვევაში მე არაფერს არ ვიტყვი. ხოდა რატო არ გვისმენს არავინ? აი ყველა ამაზე ლაპარაკობს. აი ყველა ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ არ გვისმენენ, არ ვიცი, ალბათ არის მით და იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ახალშობილ შვილს მოკლავს, უფრო ნაკლები წლით ჩაჯდეს ციხეში, ვიდრე ადამიანი, რომელსაც აღმოუჩენენ მარიხუანას ჯიბეში. არ შეიძლება დედის მხრივ ახალშობილი შვილის მკვლელობა უფრო ნაკლებ დანაშაულად ჩათვალო, ასე გამოდის წლებიდან გამომდინარე, ვიდრე როდესაც ადამიანს მარიხუანა უდევს ჯიბეში. აქ რაღაცა სხვა ასპექტებიც არის, რა თქმა უნდა, ჩართული, რომელზეც არ მინდა საუბარი, ყველაფერი საბოლოოდ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ და ვიღაცეებთან და ამის გამო არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ უფრო მეტიც არა თუ გადაწყვეტილებას არ იღებენ, შენც იცი. მას შემდეგ რაც საზოგადოებისგან ასეთი უარყოფითი ტალღა წამოვიდა და მოთხოვნები წამოვიდა, რომ შემსუბუქებულიყო და დეკრიმინალიზაცია მომხდარიყო მსუბუქი ნარკოტიკების პირიქით, დამძიმდა პირიქით სიტუაცია კანონმდებლობაში, ასე რომ აქ ძალიან რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რომელი პოლიტიკოსები მოგწონს და რომელი არ მოგწონს? იცი რა, მე მომწონს პოლიტიკოსები, რომლებიც არ დავაკონკრეტებ ვინ ამ შემთხვევაში, მაგრამ მომწონს პოლიტიკოსები, რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკოსები არიან და რომლებშიც ხედავ, რომ თუნდაც ის პოლიტიკოსის საქმე ძირითადად ლაპარაკია, გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს იმას, რასაც თვითონ თulis საჭიროდ, რასაც თვითონ გააკეთებდა და რასაც თulis აუცილებელ მიმართულებად არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთლიანად თავისი გუნდისთვის. ფაქტობრივად მე ვამბობ, რომ მომწონს ის ადამიანები, რომლებიც არიან მიმართულების მიმცემი გუნდისთვის, იმიტომ რომ შემდეგ გუნდში არის უამრავი ადამიანი, რომელიც თითქოს გამოდის, თითქოს დაალაგებულად ლაპარაკობს, ოღონდ არაფერს ახალს არასდროს არ გეუბნება და იმეორებს იმას, რასაც მისი ლიდერები. ინდივიდუალიზმი აკლია. ინდივიდუალიზმი აკლია ძალიან ჩვენს პოლიტიკას და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ მე მომწონს თითზე ჩამოსათვლელი ლიდერები, რომლებიც შეიძლება თუნდაც შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ
ისინი აძლევენ საკუთარ თავს, რომ შეცდომა დაუშვან. როდესაც გეშინია შეცდომის დაშვების და ამის გამო საერთოდ უმოქმედო ხდები და მთლიანად პასუხისმგებლობას აბარებ სხვას და იმეორებ იმას, რასაც სხვები ამბობენ იმისათვის, რომ შენ უკან დასახევი გზა დაიტოვო, რომ მე თქვა, რომ აი მე რა შუაში ვარ, მე უბრალოდ ამ გუნდში ვიყავი და არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებდი. ასეთ ადამიანებს და პოლიტიკოსებს მე პატევს არ ვცემ. მე მირჩევნია პოლიტიკოსი, რომელიც შეცდომებს უშვებს, მაგრამ საკუთარ შეცდომებს უშვებს. ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას როგორ აფასებ? ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო პოლიტიკაშიც, მათ შორის განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე, როდესაც ის გორბაჩოვთან ერთად მოღვაწეობდა, მაგრამ აი ამის შემდეგ შესაძლებელიც კი არაფერი არ არის, მე რომ გითხრა, სიმართლე რომ გითხრა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მახსოვს მაშინ, სწორედ ჩემი წესით ყველაზე საინტერესო წლები უნდა გამეტარებინა ჩემს ცხოვრებაში 90-იან წლებში, როდესაც ვიყავი თინეიჯერი და ვყალიბდებოდი სრულყოფილ ადამიანად და ეს იყო ყველაზე უინტერესო წლები. არაფერი არ ხდებოდა. ყველაზე ცუდი ეს არის, რაღაც მომენტში შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, რომ ცუდი მომხდარიყო, იმიტომ რომ ცუდი შეიძლება შემდეგ კარგისკენ შემოტრიალდეს. მახსოვს, რომ აი მკვდარი წლები იყო. არაფერი არ ხდებოდა, საერთოდ არაფერი. ასე რომ შეფასებაც ჩემი აზრით ან არანაირი, ან ძალიან უარყოფითი. აი ადამიანმა რა გამოიგონა ყველაზე მაგარი? ყველაზე მაგარი ბორბალი. მილიარდერი რო იყო, იცხოვრებდი საქართველოში. არა. საწახვიდოდი. და რას გააკეთებდი? იცი რა, წავიდოდი ალბათ ალბათ არა. ევროპაში ვიცხოვრებდი, რომელიმე ქვეყანაში, ალბათ უფრო ну ეხლა რეალურად რომ მქონოდა არჩევანი, ალბათ ავირჩევდი სამხრეთის რომელიმე ქვეყანას, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ну აი მილიარდები რომ ეკდება, მე მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას და გავაკეთებდი რაღაცა იქნებოდა დაკავშირებული ჩემი საქმიანობა შემოქმედებით საქმიანობასთან. აუცილებლად რაც შეიძლება, არ ვიცი რა მიმართულება იქნებოდა, შეიძლება ეს ყოფილიყო მუსიკა, შეიძლება ეს ყოფილიყო ფერწერა, რაღაც ხელოვან ადამიანებთან მექნებოდა, შეიძლება ეს ყოფილიყო დიზაინი, არქიტექტურა, მაგრამ აუცილებლად ვიცი რომ ხელოვან ადამიანებთან მექნებოდა ინტენსიური ურთიერთობა, მით უმეტეს ფინანსური საშუალება ამისი მექნებოდა. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებდი ამ მიმართულებით და პოლიტიკასთან არ მექნებოდა არანაირი კავშირი. აი ეს დანამდვილებით ვიცი. ყველაზე დიდი უსამართლობა რა არის? ზოგადად? ყველაზე დიდი უსამართლობა არის, როდესაც მე ვთვლი, როდესაც მოდი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვიტყვი ისევ, როდესაც ადამიანს არ ეძლევა საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვის საშუალება. მაგალითად იგივე, ამერიკა იდეალურია ამ თვალსაზრისით, როდესაც აი რა არ უნდა გააკეთო, რომ არ იპოვო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შენი მომხრე იქნება და გაგიგებს შენ. ყველანაირი თვალსაზრისით, ყველანაირი საქმიანობის მიმართულებით და ჩვენთან ყველაზე დიდი უსამართლობა ეს არის, როდესაც ადამიანი ჩნდები ამ ქვეყანაზე და უამრავი პოტენციალი გაქვს, რომელსაც შენ თვითონაც კი საკუთარ თავში საბოლოო ჯამში ვერ პოულობ და შეიძლება ისე მოკვდე, რომ არც კი იცოდე, რომ შეგიძლია უამრავი რაღაცის გაკეთება. ეს ძალიან ბევრ უარყოფითს აგროვებს ადამიანებში, შემდეგ საზოგადოებაში და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაც ეს არის. ასე რომ მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი უსამართლობა, თუმცა არ ვიცი ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს უსამართლობა ვის უნდა დავაბრალო, აი ეს არის, როდესაც ადამიანი ვერ გამოხატავს თავს და შესაბამისად საზოგადოება ვერ ხედავს ამ ადამიანის პოტენციალს. ეს სიტყვა იდეალურზე რა გახსენდება? ან ვინ გახსენდება? სიტყვა იდეალურზე? სიტყვა იდეალურზე მახსენდება იმედ გაცრუების მიზეზი, ჩემი ღმერთი. საერთოდ არსებობს რამე იდეალური? არა. აი უკვდავების წყალი რო ქონდეს ერთი წვეთი ვის დავლევინებდი? მე არ დავლევდი, იმიტომ რომ მობეზრდებოდი. არა, ისე შეიძლება მე დამელია. მე მგონი მე დავლევდი, კი? მე დავლევდი. ქართული ტრადიცია არ მომბეზრდებოდა, ხო, რაღაცა სხვადასხვა, რაღაც საინტერესოა, დამაინტერესებდა. მე დავლევდი საბოლოო ჯამში. ძალიან რთული იქნებოდა და ძალიან რთული რაღაცების გადატანა მომიხდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესოა. ქართული ტრადიციები თუ შეგიძლია ჩაომითვალ. ქართული ტრადიციები? სუფრა პირველი, რომელსაც ყველაზე პირველად ვიხსენებ ხოლმე. ეს ხო არ არის უკვდავების წყალი, ჩვეულებრივი რამდენი არ გეკითხება. სუფრა, რომელიც საშინლად არ მიყვარს და საშინლად მძრგუნავს და ძალიან ხშირად მიზეზია იმისი, რომ ადამიანებთან
ურთიერთობაში ხელს მიშლის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან პირიქით ითვლება, რომ ურთიერთობის ასაწყობი ერთ-ერთი საშუალებაა და ძალიან ბევრი ადამიანის ურთიერთობა სწორედ სუფრასთან ეწყობა. ჩემ შემთხვევაში, ბევრ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს, ხელს მიშლის ეს, იმიტომ რომ აი შეიძლება სადღაც იკრიბებოდნენ ჩემი მეგობრები და მე თავი ავარიდო ამ შეკრებას იმის გამო, რომ ეს შეკრება იქნება მაგიდასთან. სადღეგრძელობის ფონზე, რომელიც ჩემთვის სრულიად უინტერესო და სრულიად მიუღებელია, ადგილს ვერ პოულობ ხოლმე სუფრასთან, რომ ვარ პირველ რიგში ვჭამ ბევრს, იმიტომ რაც შეიძლება მეც, იმიტომ რომ მეტი არ ვიცი ხოლმე რა ვაკეთო. და აი რომ დავასრულებ ხოლმე ჭამას, აი გმერხება, იმიტომ რომ აღარ ვიცი ხოლმე რა ვაკეთო, ამ დროს სხვები აგზელებენ, მე არ ვსვამ თან, არ მიყვარს არც სმა და აი ადგილს ვერ პოულობ ხოლმე. ეს ერთი. მეორე ტრადიცია, რომელიც არის ეგრეთ წოდებული, აგრეთვე ამასთან არის დაკავშირებული, ვთქვათ, სტუმართმოყვარეობა და ვთქვათ, გამასპინძლება აგრეთვე სტუმრებთან. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ ყალბს ვხედავ ამაში, უფრო მეტად ძალიან ხშირად არის ხოლმე თავმოწონების მომენტი ამაში, ვიდრე სტუმრისადმი სიყვარული და აი ეს არ მომწონს ამ ტრადიციაში. კიდევ რა ქართული ტრადიცია? რომელი მოგწონს? რომელი მომწონს ქართული ტრადიცია? მეგობრობის ტრადიცია მომწონს. რომელსაც მე ტრადიციას ვეძახი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არსებობს განსაკუთრებით აი ქალებს შორის იმდენად არ არსებობს ჩვენთან. რატოა ქართულია ეს? ხო ყველგან მეგობრობა. იცი რა, არა, ასეთი აი მამაკაცებს შორის ეს ასე ვთქვათ, აი ძმაკაცური მეგობრობა, ხო? მე მინახავს ძალიან ბევრ ქვეყანაში მეგობრობა რა არის და ასეთი რამ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ძალიან ხშირად ამას ფორმალური სახე აქვს ხოლმე და ძალიან ხშირად შეიძლება ისეთმა ძმაკაცმა გიღალატოს, რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ ეს მაინც მე ვთვლი, რომ გამონაკლისი შემთხვევებია. სხვანაირია ქართული მეგობრობა ოღონდ მამაკაცებს შორის, რაც ცოტა სექსისტურია, რა თქმა უნდა, ქალები ამ შემთხვევაში ამ წრეში არ შედიან ხოლმე და ჩვენთან ჯერ ასეა, შეიძლება ეს ბევრისთვის ცუდი იყოს, მე პირიქით ეს მომწონს და სხვაგან მეგობრობა ასეთი არის. ყოველ შემთხვევაში მე სადაც მინახავს, აი ეს ძმაკაცობა, რასაც ქვია, სხვაგან არ არსებობს და ამას ტრადიციას ვეძახი, იმიტომ რომ ეს თაობიდან თაობაზე გადადის და ეს მე ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, თუ ეს არის ნამდვილი მეგობრობა. როგორ ფიქრობ, საქართველოში როდის გაიხსნება ოფიციალურად საროსკიპოები? მე მგონი კი. აი, რას დაარქმევდი შენ პირველ ქართულ საროსკიპოს? რაბას მადები იაფად. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ძალიან ისეთი იქნება. ხელმისაწვდომი და მე ნელ-ნელა ალბათ აიწევს და აიწევს ღირებულება. ქართლის დედის არჩევნები რო იყოს, ვის მიცემდი ხმას? ვინ წარმოგიდგენია ქართლის დედად? ქართლის დედად? ქართლის დედად წარმოვიდგენია ცოცხლებიდან? როგორც გინდა. აი ვისი სახე რო კონდეს? ქართლის დედა? რანაირი შეკითხვა? ქართლის დედად ავირჩევდი, რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს და რას დააჭერინებდი ხელში? რა ვიცი, ახლოს არის, მაინც ისედაც იქვე ცხოვრობს და დავაჭერიდებდი ხელში ორივე ხელში? და თუ ვინდა ერთში. ნუ ერთ ხელში ახლა გაირკვა, რომ მიკროფონი ეჭირება, იმიტომ რომ წამყვანობას აპირებს და მეორე ხელში დავაჭერიდებდი მეორე ხელი დავრჩა. ამ ხელში მიკროფონი, მეორე ხელში არ ვიცი მეორე ხელში რა, მეორე ხელი თავისუფალი ბუჩება მე მგონი. მეორე ხელში დავაჭერიდებდი რამე საინტერესოს და ეს საინტერესო შეიძლება იყოს ვიღაცების თავები. ვისი? თუ ვიღაცების. აგე 4 თავი დევს. დიდი მადლობა. ნუ ჟურნალისტების თავებიც იქნებოდა, მან დაიჭვიფავს. დიდი მადლობა, რომ მოხვედი წარმატებებს გისურვებ შენ საქმეში. დიდი მადლობა შენ.